მოვამზადოთ კრემიანი მილაკები. Ცხოვრება ძალიან მარტივად და აი ასეთი საოცნებო მილაკები გამოგივათ. Ამ რეცეპტით გამოდის 25-30 ცალი, დამოკიდებულია სიდიდეზე. მოვამზადოთ ფენოვანი ცომი, ძალიან მარტივად. გავცრათ 400 გრამი ფქვილი. ვამატებ ნახევარ ჩაის კოვს მარილს. ცალკე თასში ჩავტეხოთ 1 კვერცხი. დავამატოთ 200 მილილიტრი ცივი წყალი ონკანიდან. ვამატებ ჩაის კოვზის წვერით ლიმონმჟავას. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 1 სუფრის კოვზი ძმრით. დავამატოთ 1 სადილის კოვზი არაყი ან რომელიმე მაგარი ალკოჰოლი. 2 სადილის კოვზი ზეთი. ეს ჩავასხავთ ფქვილში და მოვზილოთ ცომი. თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ. უმჯობესია გადმოვიტანოთ დაფაზე და კარგად გადავზილოთ. უნდა გამოგვივიდეს აი ასეთი მკვრივი ცომი. გადავახვიოთ ცელოფანში და დავასვენოთ 5 წუთი. 250 გრამი მარგარინი გავყოთ სამტულ ნაწილად. მარგარინი უნდა იყოს რბილი. დასვენებული ცომი გადმოვიტანოთ დაფაზე და გავათხელოთ. თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ. ვათხელებთ თხლად და მივცეთ 4-კუთხედი ფორმა. ცომზე გადმოვიტანოთ მარგარინის 1 წილი და გადავუსვათ ცომს თხლად, ყველგან თანაბრად. ამ მომენტში მარგარინი უნდა იყოს რბილი, რომ ადვილად გადაესვას. გადავკეცოთ როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შევახვიოთ ცელოფანში და დავასვენოთ 5 წუთი ოთახის ტემპერატურაზე. თუ ძალიან ცხელა, უმჯობესია დავასვენოთ მაცივარში. ცომი გადმომაგდ დაფაზე და ვათხელებ მეორედ. ვუსმევ მარგარინის მეორე წილს. თანაბრად გავშალოთ მარგარინი და გადავკეცოთ ანალოგიურად, როგორც ვიდეოზეა ნაჩვენები. შევახვიოთ ცელოფანში და დავასვენოთ კიდევ 5 წუთით. ვათხელებ მესამედ და ვუსმევ მარგარინის ბოლო მესამე წილს. ვკეცავთ ანალოგიურად, როგორც ვიდეოზე ხედავთ. შემოვახვიოთ ცელოფანში და უკვე ვასვენებთ ნახევარი საათი, უმჯობესია მაცივარში ან გრილ ადგილას. ცომი გადმომაგს უკვე გამოსაცხობად, მსუბუქად ცოტას გავათხელებ, რომ გამიადვილეს ორად გაყოფა. ცომს ვყობ მუშაობის გასაადვილებლად. ერთ ცომს გავათხელებ თხლად, დაახლოებით 2-3 მილიმეტრზე. დავჭრი ზოლებად. სისქე და ზოლების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენ სურვილზე. ეს ზოლები მერეც შეგიძლიათ ცოტა კიდე გაათხელოთ. მე მაქვს 2 ზომის ფორმები და დავახვევ უფრო გრძელ ფორმაზე. დახვევას ვიწყებთ წვერიდან და წვერში მსუბუქად ჩავამაგრებთ. ყოველ შემოხვევაზე ერთმანეთზე უნდა გადაიტანოთ ცოტა და ასე გახვიდეთ ბოლოში. ბოლოში აუცილებლად ჩავამაგროთ. თუ დახვევისას სიგრძე არ ყოფნით, შეგიძლიათ ოდნავ გაწელოთ, რომ გაიწელოს ცომი, ან საერთოდ თავიდანვე ცოტა კიდე გაათხელოთ, რომ დაგრძელდეს. ასე დავახვიოთ ყველა ფორმას. ზევიდან წავუსვი კვერცხის გული გათქვეფილი რძესთან ერთად.
გადაბმის ადგილებში განსაკუთრებულად კარგად წაუსვათ, რომ ცხობაში არ გაიხსნეს. ეს ჩემი ფორმები ფეხზე დამდგარი წვება თუ ღუმელის სიმაღლე ყოფნის, ან ასე დაწვენით. ზემოდან სილამაზისთვის ცოტა კიდე შევასწორე კვერცხის გულით. წვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთის შეწითლებამდე. თუ სქელი ცომი დაახვიეთ, ცოტა ჩაუწიეთ 160 გრადუსამდე და 10 წუთი კიდევ დატოვეთ. წყობა აუცილებლად განსაზღვრეთ თქვენი ღუმელის მიხედვით. საბოლოოდ გამოგივათ აი ესეთი სასწაული მილაკები. ფორმებიდან ძალიან ადვილად ამოდის, თუმცა აი ესეთი წრიული მოძრაობით უნდა მოსინჯოთ და ფრთხილად ამოიღოთ. მილაკები უნდა გაცივდეს და ამოავსოთ თქვენი საყვარელი კრემით. მე მოვხარშავ რძის კრემს. 600 მილილიტრი რძე ჩავასხი ქვაბში და შემოვდგი ასადუღებლად. 150 გრამი შაქარი და 80 გრამი ფქვილი, ეს არის 5 სუფრის კოვზი. ვამატებ ვანილსაც და კარგად შევურიოთ ერთმანეთს. რძე რომ ადუღდება, ეს ფქვილიანი მასა ჩავყაროთ შიგ, თან გამუდმებით ვურიოთ. როცა ადუღდება, ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე 7-8 წუთი და გადმოვდგათ. თუ გინდათ რომ მალე გაცივდეს, სხვა თასში გადაიტანეთ. დააფარეთ ცელოფანი კონტაქტზე და სრულად უნდა გააციოთ. 200 გრამი კარაქი გავთქვიფოთ, დავამატე 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე და კარგად გავთქვიფე. შევათქვიფოთ უკვე გაციებული მოხარშული კრემი. საბოლოოდ მივიღებთ ძალიან გემრიელ კრემს, რომელსაც ჩავდებთ საკონდიტრო ტომარაში და ამოვავსოთ მილაკები. ცომის წვრილმანი ნარჩენები გამოვაცხე, დავფშვენი და კრემს ზემოდან მოვაყარე. მილაკებს ზემოდან სილამაზისთვის მოვაყრით შაქრის ფხვნილს. საბოლოოდ გამოგვდის აი ესეთი საოცრად გემრიელი და ძალიან ლამაზი მილაკები. თამამად შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. მე კი თქვენ ახლა დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ახალი რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.